ოპა, დაშვება კაცვალება, ვაუ. აი, რა ვიცი, წესით 2 წუთში უნდა მოვიდეს. მაინც აბა დავურეკო. მიდი, აბა დავურეკე. ალო, გამარჯობა. სად იმყოფები? დიახ. არა, მანდრაგინო. არა ბატონო, არა, რა ძველ პროკავშირებზე, საგარეოზე ვარ. კარგი ხო, გეოდებით, კარგი. რა ვასადურო? რა მოვალო თუჩი რა. აბა გამარჯობა. საით მივდივართ? გამარჯობა. საბურთალოზე წითელ პარკში თუ შეიძლება. წითელი პარკი? ხო, ინფექციური კლინიკის გვერდით რომ არის. ბლაძკი პარკი კაცო. ხო, რავი, ალბათ. გეთქვა შეკაი კაცო ეგრე. კაი, წავედით. მოიც კაცო. შენ ლაშას ბიზაშვილი არა ხარ? ლაშას. არა მგონია. მოიცა მაშინ მაფიქრე აბა ერთი წამი ვერამინეთ შენ მაშინ შაკოსთან ერთად სწავლობდი სკოლაში ხო? მე მგონი მახსოვს მიხსენებდა კაცო კოკას მიხსენებდა ეს რა ქვია მე-7 კლასში სწავლობდა კოკასთან ერთად მახსოვს კაცო. არა ძმაო, შაკოს საერთოდ არ ვიცი ვინ არის. რა სიძახი კაცო შანსი არა. კაი მაშინ შენ შაკოს ბიზა გეწოდინება თენგიზა კოჭილი თენგიზა როა კაცო. არა ჩემო ძმაო, ეგ საერთოდ არ ვიცი ვინ არის. საინტერესოა. შენ დანელი არა ხარ ჩემო ძმაო, ის რა ქვია, ქართველთა და ებრაელთა მობის ხეივანზე არ ცხოვრობ? არა ჩემო ძმაო, არა, ვაკელი ვარ. ვაკელი? შანსი არ არის დო. ვაკელი თუ ხარ შენ გელა გეწოდინება, მაშინ გელა დიდი წარმები როა, კაი, უზარმაზარი წარმებია. იცი ამხელა წარმებია, კაი, ჯერ წარმი მოდის მერე გელა კაცო. ხო, ალბათ მინახავს რავი. მოიცა კაცო, შენს გიცნობ, შენ. შეგიალოს გოგო არა ხარ კაცო? არა. რა სიძახი კაცო, მამა შენ ჩემთან ერთად მუშაობდა სპილენძის ცეხში, როგორ არა კაცო, რა სამბო? არა. მოიცა, всё, ეხა გამახსენდი. ბებია შენი, ხო, მახსოვს, ხო, ის რა ქვია, ღოღნაშოს პავილოს ყიდა ძალიან მაგარს, კაცო, ხო ეგრეა? ანუ, კი, მაგრამ თქვენ საიდან იცით? რა სიძახი, ჩემი გოგო, ღოღნაშოს კაი გამყიდველი, როგორ დამავიწყდება, კაცო? უკაცრავად და თქვენ პირადი გამომძიებელი ხართ? ანა, შენს გიცნობ, კაცო, რა სიძახი? შენ სკოლაში სწავლობდი ფრანგულს, ხო ეგრეა? ერთი წუთით და ეს საიდან გაიცით? რა სიძახი, კაცო, შენ დედა შენი მაია დეიდას დაქალი არ არის, კაცო? ერთი წუთით და მაია დეიდას საიდან გაიცნობთ? საიდან და გეტყვი ახავე, ესე იგი, დედა შენი იყო მაია დეიდის მეზობლის კბილის ექიმის დიშვილი, კაცო. ვიცნობ, კაცო, როგორ არა, რა სიძახი? მე მგონი ცოცხალი ქართველი გუგლიგვიზის მანქანაში. მოკლედ ძალიან კი მე სიამოვნა რომ მეწვიეთ შემოკარგებო, მაგრამ მოვედით თქვენზე 12 ლარია. აი. წავედით.
ანა დედა შენ ირმას მოკითხვა დიდი სიყვარულით დღეს კაი მუშაობა იყო დედა ვერ დაიჯერებ დღეს ვინები ჩავიჯდე მანქანაში რა